სალამი მოგესალმებით. ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ჯონ მაკარტურის საუბრებს, ბიბლიურ კითხვებს და პასუხებს 50-ე ნაწილს, რომელიც 2001 წლის 10 ივნისს იქნა ჩაწერილი. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და წინა კითხვაზე როცა ლაპარაკი იყო ბილი გრეიმზე, მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ნახეთ მიაქციეთ ყურადღება ეს ეგრეთ წოდებული ეს პროტესტანტული ოლეგ ხუბაშვილის ეს ქრისტიანული არხი, ნახეთ რატომ აზიარებს ისეთ ზოგად დაუშვათ ევანგელისტებს, რომლებიც ზოგადად და კონკრეტიკას არ აკონკრეტებენ და არ შეურაცხყოფენ დაუშვათ სხვა დენომინაციებს. ხედავთ როგორია მათი პოლიტიკა? ისინი არასოდეს არ გააზიარებენ, მაგალითად ბატონ თეოფილეს საუბრებს, თუნდაც ჯონ მაკარტურის, რობერტ სპროულსაც თუ შეარჩევენ ისინი, ხო, შერჩევით რაღაცა პატარა ნაწილს გაუშვებენ, მაგრამ მასიურად გაუშვებენ და გააკეთებენ, გადათარგმნონ ისეთ ავტორებს, რომლებიც ზოგადად ევანგელიზაციას ეწევიან და კონკრეტიკაში არ მივყავართ. ახლა ეს კითხვაც ახლა ამ ბოლო კითხვის არსიც მაგაში დევს. თუ შენ სწორი წარმოდგენა არ აქვს და ამას ჯონ მაკარტურის გაიხსენებს განსაკუთრებით პენტაკოსტელებს ეხება, ხო? თუ შენ სწორი წარმოდგენა არ აქვს ღმერთზე, შენ ცოდვილობაზე, შენ ვერანაირად სწორ გზაზე ვერ იქნები. და ყველაზე მთავარი არის სწორი წარმოდგენა ღმერთზე და იესო ქრისტეს. ესე მართლმადიდებლებიც ამბობენ, ამიტომაც მეგობრობენ ისინი ერთმანეთთან და ერთმანეთს არ აკრიტიკებენ. იმიტომ ისინიც იტყვიან, იცით, მე სამბების წამს, მამა, ძე და სული წმინდის და შემოიფარგლებენ ამითი. მაგრამ როცა უკვე საქმე მიდგება სხვადასხვა სიტუაციაში ღმერთი როგორ ავლენს თავის თვისებებს, ატრიბუტებს, გესმით? აქ უკვე ბევრმა არ იცის ვინ არის და რა არის ღმერთი. და აქედან უკვე ადამიანი იწყებს კერპების თაყვანისცემას. ყველაფერი კერპი არის ის, როცა შენ არასწორი შეხედულება გაქვს ღმერთზე. შენი კერპი ყავს. ესენი თავის ქრისტეს ქადაგებენ. მე რა მოხდა რომ ადამიანი ლაპარაკობს ქრისტეს. გესმით? მაშინ რატო არ ხდება ცვლილება და ღმერთს ისე არაფერი არ მოწოს, როცა მის პიროვნებას არასწორად წარმოაჩენენ. მთელი ბიბლია სავსეა მაგითი. ეგ არის კერპები, ხო? ღმერთის დამახინჯება. და ღმერთის დამახინჯება პიროვნება ბევრ რამედ შეიძლება. არ არის აუცილებელი ვიღაც ამბობს, რომ იცი რა, ხატები ის კი არ არის კერპებს რო ეთაყვანებოდნენ ქანაანელები. როგორ გეკადრებათ? ნებისმიერი რამე, რაც ღმერთზე არასწორ წარმოდგენას გვაძლევს, აბა კაენი წარმოიდგინეთ, სულ ახალი დაბადებულია ღმერთიდან, ახალი გამოსულები არიან იქიდან, ხო? არ არის რაღაცა 1000 წელი და 100 წლები გასული. ნახე, კაენი რას აკეთებს უკვე? ეს არის ზუსტად კაენის პრობლემა, რომ ღმერთთან ის თავისი გაგებით მიდის, რაც ის თulis საჭიროდ. და არა ისე, რაც ღმერთს უნდა. და ღმერთს უნდა ის, რომ შენ ცოდვილი ხარ და შენ გამომსყიდველი გჭირდება, რომ შენი თავით ვერაფერს ვერ გააკეთებ. აი ეს ნებისმიერი სახით შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ცნობიერებაში და მოხდეს გამრუდება ღმერთის შეხედულების და უკვე ჩათვალეთ, რომ უკვე თქვენ მერე სატანა აქტიურობს თქვენ და თქვენ სატანაზე ლოცულობ და სატანას ელაპარაკებით. სატანასთან გაქვთ ურთიერთობა. იმიტომ როგორ ღმერთი მთლიანი ღმერთია და როგორ შენ იქ ხარ საქართველოში და არ აკრიტიკებ იმას, რაც ხდება ირგვლივ და გონია ნათესავები არიან შენი და სულიერი ძმები არიან მართლმადიდებლები, ან გეშინია შენ, ან კიდე არ იცი. ორივე შემთხვევაში სატანის სამსახურში ხარ. ესე რომ ეს მინდოდა მეთქვა უბრალოდ წინაზე ბილი გრეიმთან დაკავშირებით და გავაფართოვებით ამას უფრო მიხვდებით. რას ნიშნავს და როგორ იცავს ჯონ მაკარტური ამას? შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან, ამინ. ეს იონეს წერილიდან არის და თომი სვავს ამ კითხვას. სალამი პასტორ მაკარტურ, როგორ ხართ? მე თომი მქვია, იგივე თომა. უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისათვის და ეს დიდი პრივილეგიაა, რომ მეძლევა საშუალება რომ თქვენ კითხვა დაგისვათ. და ამისთვის ღმერთს დიდ მადლობას ვუხდი. ჩემი კითხვა წინასწარ განსაზღვრობას თავისუფალ ნებას ეხება. არა, ეხლა მე არ მინდა რომ გაგაბრაზოთ თქვენ, უბრალოდ გადავწყვიტე რომ ეს დამემატებინა. იმედია რომ არ გამიბრაზდებით. ეხლა მოდით გავაგრძელოთ. სინამდვილეში ჩემი კითხვა ეხება იონეს პირველ წერილს მეხუთე თავს, ბოლოში, სადაც ამბობს შვილებო დაიცავი თავი კერპებისაგან. და ჩვენც გულისხმობს ეს
მე კითხვა მიჩნდება, როგორ დავიცვა თავი კერპებისაგან? აი თუ შეგიძლია უბრალოდ ამიხსნათ ეს. მაინტერესებს, როგორ იცავთ თქვენ ჯონ მაკარტური თავს კერპებისაგან ყოველდღიურად? იქნება რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მომცეთ. როგორ შეგვიძლია როგორც და ელემენტარულად მორწმუნეება, მცველებმა, ხომ დავიცვა ჩვენი თავი. როგორ შემიძლია მე როგორც ინდივიდმა მორწმუნეებს გავაკეთო? რადგან ვფიქრობ, რომ ეს ასევე პირდაპირ კავშირშია იმ იგავთან, თესვლის იგავთან, როდესაც ადამიანი მოიგებს 20, 30, 70 და 100-თან. ანუ თქვენ რამდენი გაქვთ ეს ნაყოფი 100, 60? მე მაგალითად ვცდილობდი 30 რომ მომეპოვებინა. შეგიძლიათ ამაზე დაგულაპარაკოთ. მე წავიკითხავ პირველ რიგში იონეს წერილს და შემდეგ მათეს სახარების იმ ადგილს. პირველი იონე მეხუთე თავი, მე-16 მუხლიდან წავიკითხავ. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა ცოდავს, არამომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლის არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ ილოცოს მეთქი. ყოველგვარი უკეთურება ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა. ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღმერთისგან იშვა, არ ცოდავს, რადგან ღმერთისგან შობილი იცავს თავის თავს, ბოროტი არ ეკარება მას. ვიცით, რომ ღმერთისაგან ვარ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს. ან ძევს, ან წევს. ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგცა გონიერება. აი ეს არის აქედან იწყება მთავარი. რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტი ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. და მე 21-ში შვილებო, დაიცავი თავი კერპთაგან, ამინ. და ყველას გეკუთვნის ეს და ის ადგილი, რომელიც მოიყვანა თესვლის იგავ, ეს არის მათეს მე-13 თავი. 8 მუხლიდან სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო ზოგმა 100, ზოგმა 60, ზოგმა 30. ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს. და ჯონი პასუხობს. დიახ, მართალი არის და თუ ტექსტიდან ამოვალთ, აი უბრალოდ ამ ტექსტიდან დავიწყებ მე-20 მუხლის მიხედვით, მიდიხართ იქ, ვიცით რომ ღვთისძე მოვიდა და მოგცა გაგება. ესე იგი, ქრისტე მოვიდა და ჩვენ გვაქვს სახარების ჭეშმარიტი გაგება. ანუ ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც ჭეშმარიტია. ჩვენ ვართ მასში, ვინც ჭეშმარიტია. ანუ იესო ქრისტეში. ახლა ყურადღება მიაქციეთ, როგორი ენა არის ლიტერატურული გამოყენებული. ესე იგი, იცოდე, გაგება, ჭეშმარიტება და ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი. ანუ აქ ყველაფერი ჭეშმარიტებაზეა საუბარი. ამიტომ თქვენი კითხვა ნამდვილად აქტუალურია დღეს. ძალიან აქტუალურია. 21 მუხლი ამბობს, წინააღმდეგობის შვილებო დაიცავი თავი კერპებისაგან. ამ სიტუაციაში, კონკრეტულ სიტუაციაში კერპები ღმერთისა და ქრისტეს შესახებ შეხედულებებია. ესე იგი, არასწორად როცა შენ უყურებ ღმერთს, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს, ესენი კერპებია. ქრისტესა და ღმერთის შესახებ. ანუ თქვენ შექმენით თქვენი ცრუ ღმერთი. ახლა ის არ საუბრობს აქ ფულის კერპზე, ან რაღაცა მატერიალურ კერპებზე, ან სხვა რაღაცა ადამიანურ რაღაცა სისუსტეებზე. არამედ აქ საუბრობს ცოდნაზე, რომ ღვთისძე მოვიდა, ჩვენ მოგცა გაგება, ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც ჭეშმარიტია, ჩვენ მასში ვართ, ვინც ჭეშმარიტია და მისი ძე იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი. ამიტომ ნუ ჩაერთვებით ცრუ წარმოდგენებში ღმერთისა და ქრისტეს შესახებო. და ზუსტად ამაზე ვისაუბროთ დღეს მთელი საღამო ჩვენ, როცა ვლაპარაკობდით იმ ქაოსზე, ქარიზმატულ ქაოსზე, იმ პენტაკოსტელებზე და 50-იანელებზე, რომლებიც ამრუდებენ სწორად ამ პიროვნების, ღმერთისა და ქრისტეს პიროვნებას. ახლა ეს არ არის ცხოვრებისეულ წვრილმან კერპებზე ლაპარაკი. მას არ აქვს ეს ხედველობაში. და ერთ-ერთი რამ, რასაც ჩვენ შემდეგ კვირა შევისწავლით, როცა ვისაუბროთ იონესზე, მოციქული იონესზე, ლაპარაკია მოციქული იონესზე, რომელიც ჩვენს სიასში შემდეგი მოციქულია. რომ იონე ძალიან იყო გატაცებული ჭეშმარიტების ერთგულებისადმი. შეიძლება ყველანი მიდრეკილი ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ პავლე არის ყველაზე ძლიერი თეოლოგი და იყო ჭეშმარიტები დაინტერესებული ადამიანად მივიჩნიოთ, ხო? მაგრამ იონე არ ჩამორჩება მას, რომელიც ასევე გატაცებული იყო
ჭეშმარიტების ერთგულები და დაცვით, როგორც პავლე. სინამდვილეში თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, გასვოთ ხო მეორე ეპისტოლეში, იმდენად შორს მიდის, რომ ამბობს, რომ თუ ვინმე შემოვა თქვენ სახლში და გელაპარაკებათ, ესე იგი, არ გელაპარაკებათ სიმართლეს იესო ქრისტეს შესახებ, გააგდეთ იგი და კარებში არ გაუღუთო. არამედ მე რასაც მინდა იმას ვამბობ, რომ ის ძალიან იყო ჭეშმარიტები დაწყლული და მისი დაცვით. და სწორედ ის არის, რასაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით. უფალი ძალიან შეურაცხყოფილია, როდესაც მას არასწორად წარმოაჩენენ. ჭეშმარიტების ბრძოლა ეს არ არის რაღაცა პირადული საქმე. საქმე მხოლოდ იმაში არ არის თუ ვინ არის მაგალითად მთის მეფე ადამიანურად. საქმე მხოლოდ იმაში არ არის თუ ვინ არის მართალი. არამედ საქმე თავად ჭეშმარიტებაშია. და რაც მე ამას ვალდებულად თვლი არის ის, რომ უზრუნველყოთ, რომ ეკლესია მთლიანად იყოს კერპებისაგან გაწმენდილი. რომ არ იყოს არასწორი აღქმა ღმერთის პიროვნების შესახებ. და რაც დღეს ქრისტიანობაში ხდება, ისინი პირველ რიგში აკნინებენ ღმერთის ბიბლიურ პიროვნებას, ლახავენ მას. აი ეს არის სწორად კერპის შექმნა. ეს წარმართული კერპია და ხალხი ყველგან იჯერებს ამას. რასაც ჩვენ ქარიზმატულ მოძრაობაში ხედავთ იესო ქრისტეს შესახებ, რომ თითქოს და ის არის შექმნილი არსება, თითქოს ის არის რაღაცა სატანის სხერფლი, ცოდვის სხერფლი და ჯოჯოხეთში უნდა წავიდეს ღმერთმა განსაჯოს, ეს არის ყველაზე დიდი ერესი. და სწორედ ამას ამბობს იოანე მოციქული, რომ თავის შორს დაიჭირეთ ასეთებისაგან. და კიდევ ერთხელ ამ ადგილზე მოწოდება რომ გავარჩიოთ, გარჩევა ცრუ ჭეშმარიტისაგან. მე თქვენს კითხვას იმ მიმართულებით წავიღან, როგორც თქვენ თავდაპირველად გქონდათ განზრახული. და ეს არის შემდეგი. თქვენ ვერ შეძლებთ ცხოვრებისეულ პრობლემთა გამკლავებას მანამ, სანამ არ გექნებათ ჭეშმარიტი გაგება იმისა, თუ ვინ არის თქვენი ღმერთი და ვინ არის თქვენი ქრისტე. და მე ფიქრობ, რომ დღეს ჩვენ კითხვა-პასუხებში ეს მოვისმინეთ. მერიენმა, როდესაც თქვა, რომ სიტყვას გაეცნო, დაიწყო ღვთის სიწყვილის, ღვთის პიროვნების ხასიათის, ღვთის ბუნების დანახვა, სწორედ ეს არის ყველაზე მიმზიდველი, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში როგორც მორწმუნის. ეს არის სწორედ ის, რაც აკონტროლებს თქვენ ქცევას. ეს არის შეხედულება ღმერთზე. ეს არ არის რაღაცა ქადაგება ჭკვიანური, ილუსტრაციები, განათლება, რომ დაიმახსოვროთ რაღაცა ჭკვიანური აზრი, გაგიელვებ თავში. ეს არ არის რაღაც ახირებული რამ, რაღაც შემთხვევითი გარემოება, რომელიც გაკონტროლებთ. ის, რაც თქვენ გაკონტროლებთ, არის ის თუ როგორ აღიქვავთ ღმერთს და ქრისტეს. და რაც უფრო დიდებულია ისინი თქვენ თვალში, თქვენს გონებაში, თქვენ რწმენაში, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ ცხოვრებაში რაიმე სხვა სცეთ თაყვანი. ასე რომ დაიწყეთ ღმერთის, ქრისტეს შესახებ სწორი წარმოდგენით და იქიდან უკვე თქვენ გაარჩევთ და დახვალთ უკვე ნებისმიერ კერპამდე. გადაყარეთ ყველაფერი, მოერიდეთ ისეთ რაღაცებს, რაც თქვენ ამ სწორ შეხედულებას გიმახინჯებთ. და მერე უკვე სხვა პრობლემები ცხოვრებისეული ყველაფერი ლაგდება და უკვე თქვენ ვეღარ დაგძლევს ის მატერიალური და ის ყველანაირი ვნებითი პრობლემები. გასაგებია, ძალიან კარგი კითხვა და სულ ეს არის ამ საღამოს, ასე რომ მადლობა უფალ იესო ქრისტეს ამ საღამოსათვის და თქვენც ასე გულმოდგინეთ რომ ვცდილობთ მისი სიტყვის შესწავლას. მომავალ შეხვედრამდე.